მოლიერების საოპერაციო ბლოკები ლაბორატორია 2026 წლიდან თბილის მიუსაფარი ცხოველების ორი ახალი თავშესაფარი ექნება. მოლოდინია, რომ თავშესაფრები მრავალწლიან გამოწვევას ცხოველთა უკონტროლო გამრავლების პრობლემას მოაგვარებს. კლდანში სრულიად ახალი დაწესებულება შენდება, ვარკეთილში კი არსებულ თავშესაფარს რეაბილიტაცია უტარდება. ორივე დაწესებულებაში ცხოველებს სხვადასხვა სამედიცინო манипуляციას ჩაუტარებენ. თავშესაფრების მთავარი დანიშნულება კი ცხოველთა სტერილიზაცია, კასტრაცია იქნება. თავშესაფრების რაოდენობის ზრდით კანონში ცოტა ხნის წინ შესული ცვლილებების გათვალისწინებას ცდილობენ. ახალი კანონმდებლობით ცხოველთა მოვლა პატრონობის წესების დარღვევაზე, მათ შორის ქუჩაში დატოვებაზე სანქციები იზრდება. დედაქალაქში 29,000-მდე მიუსაფარი ძაღლია, მათი 74% სტერილურია. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიზანია ეს მაჩვენებელი 100%-ს გაუტოლდეს. შედეგად ქუჩაში მცხოვრებ არც ერთ ძაღლსა და კატას გამრავლების უნარი არ ექნება. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია თავშესაფრების რაოდენობის ზრდა. სწორედ ამიტომ გლდანის რაიონში ახალი თავშესაფარი შენდება. ტერიტორია 3000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, სადაც განთავსდება ვოლიერები, საოპერაციო ბლოკები, პოსტოპერაციული სივრცე და ლაბორატორია. თავშესაფარი უახლესი აპარატურით, ტექნიკითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება. ახალი რიგით მეორე მუნიციპალური თავშესაფარი დედაქალაქს 24 საათიან რეჟიმში მოემსახურება. სამუშაოები 2026 წლის დასაწყისში დასრულდება. არის 42 ვოლიერი, საწყობი, ლაბორატორია, საოპერაციო ღამის თავშესაფარი, გასათევი ბაზა და ოფისი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება და დასკვნით ფაზაშია ვარკეთილში, თვალწრელიძის ქუჩაზე მდებარე თავშესაფარშიც. პროექტის ფარგლებში სრულად გარემონტდება ვოლიერები, პოსტოპერაციული სივრცე, საოპერაციო ბლოკები, ლაბორატორია და ეკოსკოპიის ოთახი. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრებში სხვადასხვა სამედიცინო манипуляციასთან ერთად ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია ჩატარდება. ეს კი პოპულაციის მართვას გააუმჯობესებს. ჩვენ მიზანიც ეს არის მაქსიმალურად ეფექტური გახდეს სტერილიზაცია, კასტრაციის ოპერაციების უზრუნველყოფა დედაქალაქში. ძირითადად პოპულაციის მართვაზე იქნება ეს განკუთვნილი ეს თავშესაფარი და შესაბამისად, რა თქმა უნდა, შეამცირებს ესეც გარკვეულწილად უკვე ცხოველების დაინფიცირებასაც, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივად შემოვა ცხოველები გასტერილდება და დაბრუნდება ისევ ბუნებრივ არეალში. მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებისთვის თავშესაფრების რაოდენობის ზრდასთან ერთად სხვა ნაბიჯებიც ითქმება. როგორც ცნობილია, ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად ცხოველის მოვლის ვალდებულებების შეუსრულებლობაზე სოლიდური სანქციები ამოქმედდება. ის მეპატრონეები, რომლებიც ჩინაურ ცხოველზე უარს იტყვიან და მას ქუჩაში დატოვებენ, მომავალი წლიდან სოლიდური სანქციით დაჯარიმდებიან. მეპატრონეები დაჯარიმდებიან იმ შემთხვევაში, თუ არ ეყოლებათ ცხოველი რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ჩვენთან, თუ არ ეყოლებათ გასტერილებული ცხოველები, რომელიც არის მეტისი და არ ექნებათ შესაბამისი ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტები, უნდა უზრუნველყოთ ცხოველების მოვლა პატრონობა და ასევე მისი გასეირნების წესების უზრუნველყოფა, დაბინძურებული სივრცის დასუფთავება და ასე შემდეგ. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, რომ კანონმდებლობა უმეტესად პატრონიან ცხოველებს შეეხება. ძირითადად ეს ეხება ცხოველის მოვლა პატრონობის წესების დაცვას. გამკაცრებული რეგულაციები 2026 წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება.